საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის კითხვაზე თანახმახართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად და მკაფიოდ განაცხადა თანხმობა. საქართველოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ 31 მარტი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი საქართველოს საუკუნოვანი ოცნების, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და მშენებლობის გზაზე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული პროცესის მთავარი ფიგურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გახდათ, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფო დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. საქართველოს შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე. დიდება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს.